ჩვენ ვხედავთ იმ აბსოლუტურად ღია დეზინფორმაციას და პროპაგანდას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით ინტენსიურად მიდის იმის გამო, რომ საქართველოს არ აყვა მოწოდებებს და 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საკუთარი ქვეყანა არ გაწირა სხვათა გეოპოლიტიკური თამაშისთვის. ამის შემდეგ დაიწყო ზუსტად თავდასხმები საქართველოს ხელისუფლებაზე, მცდელობები ხელისუფლების ჩანაცვლებისა, დეზინფორმაცია, პროპაგანდა და ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაშიც ბრიუსელმა უდიდესი პოლიტიკური ენერგია და თანხები დახარჯა, იყო ის, რომ თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და სიმართლე არის ის, რაც აი ამ წერილში წერია, რომ თავის დროზე 2024 წლის ივნისში ეს იყო სწორედ ბრიუსელი, რომელმაც იმისთვის, რომ ზეგავლენა მოეხდინა ქართულ ხალხზე, მის ქართულ ამომრჩეველზე შეაჩერა თავისი გადაწყვეტილებით ინტეგრაციის პროცესი. ამიტომ ეს არის, როდესაც ჩვენ თავაზობენ ამოყირავებულ რეალობას პროპაგანდით, მაგრამ პროპაგანდა შეიძლება მოკლე ეფექტი ჰქონდეს, მაგრამ მუდმივად სიმართლეს ვერ დამკვიდრებს. What we see is another attempt to derail the attention from the facts. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ფაქტებისგან ყურადღების გადატანის კიდევ ერთი მკაფიო მცდელობა. ხელისუფლების მხრიდან უკვე მიჩვეულები ვართ საინფორმაციო პროპაგანდას, ასე რომ მოდით პირდაპირ ფაქტებით ვისაუბროთ. 2024 წლის ივნისში ჩვენ უკვე გვქონდა ევროპის საბჭოს დასკვნები, რომლებიც კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს დემოკრატიულ უკუსლას. ეს დასკვნები ასევე იყო ერთგვარი პირველი გამოსაფხიზლებელი მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რათა მათ შეებრუნებინათ აღებული კურსი. ჩვენ გვყავდა ქართული ოცნების მთავრობა, იგივე პარტია უმრავლესობით იყო წარმოდგენილი პარლამენტში და დემოკრატიისთვის ამ დესტრუქციული ქმედებების გადახედვის ნაცვლად ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ქმედებები უფრო ინტენსიური გახდა. ოპოზიციაზე ზეწოლა, ჟურნალისტების დაპატიმრება, თავდასხმა მშვიდობიან დემონსტრანტებზე. შესაბამისი დასკვნები ჩვენ გვქონდა 2024 წლის ივნისში, ასევე დასკვნები გვქონდა 2024 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში. და ახლაც მიმდინარე კვირაში ჩვენ ვნახეთ გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ყველა ამ ქმედების შედეგად საქართველოს კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით არის. Just in name.